რაც გადაურჩა საქართველოს 3 წლის წინ მმართველი გუნდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცხადებულმა პოზიციამ ქვეყანა ომისგან და ეკონომიკური კოლაფსისგან იხსნა. საქართველოს დაცვა ის მთავარი ამოცანა იყო, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილება არ მიიღო და ამით ეროვნული ინტერესები გაატარა. ჩვენი ქვეყნის მყარმა პოზიციამ გააღიზიანა არა მხოლოდ ოპოზიცია და მათთან აფილირებული NGO სექტორი, არამედ მათი გარე პატრონები, საქართველოს წინააღმდეგ აგორებული ტალღა და ქვეყანა 3 წლის შემდეგ. მეგინ არსავიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. 3 წელი ისტორიული და პრინციპული გადაწყვეტილებიდან. სწორედ 3 წლის წინ 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა. ამას მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, თუმცა 3 წლის თავზე უფრო ბევრი საკითხი არის, კიდევ უფრო მეტად ცხადი, თუ რა სურდა მაშინ ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს. მათი ტონი ახლა არის შერბილებული, თუმცა საკუთარი ქვეყნისგან ისევ უფრო მეტის გაკეთებას ითხოვენ. სანქციების დაწესებასა და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ კითხვებს კონკრეტულ პასუხებს ვერცემს სალომე ზურაბიშვილიც. ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება კი საკუთარი ქვეყნის მიმართ მათივე განცხადებებში ჩანს კარგად. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მან ყველა საკითხს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ყველა საკითხს და გადაწყვიტოს. მას სჭირდება ყოველთვის მეგობრები, პარტნიორები და უნდა იყოს სწორედ აი ამ ხაზზე. რუსეთისთვის სანქციების დრო მაშინ როცა ვთქვით უარი, იმ დროს სანქციები არც იყო დაწესებული. მოხალისეები იმას ქვია, ვინც თავისით მიდის. თავარი პრეტენზია მთავრობის ეგრეთ წოდებული მაშინ, ეხლა არალეგიტიმური მთავრობის მიმართ იყო ის, რომ სანქციებს და გვერდისავლისთვის იყენებდნენ საქართველოს. არასოდეს არავის არ მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა. ბადრი ჯაფარიძე, რაც მაყურებელმა მოისმინა, ამ განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როცა სწორედ ლელო ითხოვდა აქტიურად სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ამაზე რეზოლუციაშიც კი საუბრობდა, რომელიც მათი მხრიდან იყო ინიცირებული. რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდს, მართლ პარტიაში ამბობენ, რომ 3 წლის წინ ქვეყანა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რამაც საქართველოს შეუნარჩუნა მშვიდობა და არ მოხდა ის, რაც სურდათ რადიკალებს, რაც გულისხმობდა ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირ მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მოხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოდ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველოს არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაგეთილ მოსურნეებს. მეორე მხრივ ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგავდით და კიდევ გავიმერებ, რომ მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და მის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის გამტკიცებას. 3 წლის წინ ამ ადგილას 25 თებერვალს 2022 წლის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, ახალი დაწყებული იყო უკრაინაში ომი და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, 3 წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა 3 წელი და ახლა ყველა ხვდება, თუ რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ყველა ხვდება, რომ მაშინაც ყავდნენ ორჯონიკი ძეები 3 წლის წინ ზუსტად ამ დღეებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, აზღვრების ჩაკეტას. ის ორჯონიკი ძეები კვლავ არიან ჩვენს შორის, რასაც ვაკვირდებით, ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ასევე ვიცით, რომ არა ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და გვექნებოდა მეორე უკრაინა. ეკონომიკური სანქციების დაწესების თემა, იმიტომ არ შემოსულა, რომ
რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენებაზე ქონოდა ვინმეს იმედი ან გათვლა, რომ საქართველოს ამით რუსეთს დაუშავებდა რამეს. თავარი თემა ის იყო, რომ როგორმე ისეთი დაპირისპირებაში შევსულიყავით რუსეთთან, როდესაც საპირისპირო სანქციები დაგვიწესდებოდა და სწორედ ეს გამოიწვევდა ნგრევის შეუქცევად პროცესს, ეკონომიკური ნგრევის და რასაკვირველი ამას სამხედრო დაპირისპირების კონტექსტიც აუცილებლად მოყვებოდა. სამი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ანუ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელთაც საქართველომ არ დაუწესა სანქციები რუსეთს საუბრისას სახელმწიფო გუნდის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა საქართველო, ეს სწორედ ჩვენს ქვეყანას დააზიანებდა. უსმენდით მეგი ნარსავიძეს.